გამარჯობა, მოგესალმებით, კაცები, კვლავ YouTube-ზეა და დღეს გვაქვს არ გეტყვით მე რამდენი ეპიზოდი, იმიტომ რომ ეს უკვე გამოცხადებული მაქვს და ბევრს ნუ მალაპარაკებთ ის ჩამისვით. 395 ეპიზოდით. შენ ხო ქონდა ეს? ეს. კარგია. მე მქონდა კოპი, ამას აქვს paste. შენ კოპი ქონდა. paste რა ნიშანია აქვს? მაგას მაგრატელი აქვს და paste რაღაცა ესეთი ოთხკუთხედი რაღაც ხო? კუბიკია რაღაცნაირი. თავზე ოთხკუთხედი უნდა მოუხაძო ხოლმე. შენ რომ ამას გავაკეთებ მე ეს. შენ თავს არ დამცენ. გამოიწერეთ ჩვენი არხი, მოიწონეთ ზარს დააჭირეთ, კომენტარები დაწერეთ. ზარს დააჭირეთ. ხო, იქ არის ყური. ვინ არის? ხო და რა ქვია აბა? ზარი. დააზარულეთ? არა, სწორად თქვი. შეზარეთ. შეზარეთ სხვა რამეა. შეზანზარეთ. შეზარე. შემზარავი გადაცემა, შეზარე. რა შერო ჩამოთვალოთ 16-17 ერთი თვე თავისუფალი იქნება. 16-17 კი არა, 15, 16 და 17 მაისი არის ის თარიღები, როცა კაცები ლაივი იქნება ტრადიციულად ისე იქ სადაც არის ხოლმე სალარჯის ცენტრში, დიღომში 3 დღე პარასკევი, შაბათი, კვირა. შეგიძლიათ შევძანდებთ TKT-ზე და ბილეთები შეიძინოთ. ვა, აი ნახე როგორ ხავერდოვნად გადავედი. ისინი არ უნდა განახლებული პროგრამა და რაღაცები. აქ ქვემოთ იქნება ლინკი შმინკი. აუ ლინკი შმინკი უკვე არასერიოზულია. განახლებული პროგრამა აღარ არის, რაღაცა გაცვეთილი. ხო და ახალია. კარგად დაძველებული პროგრამა. არა, ეგ ღვინოს უხდება. შებული. ხო და რა იცი რომ პროგრამას არ უხდება. ნუ ჩვენ თქვათ და თუ დაიყიდა. მაშინ როგორ თქვათ, იცი შესაძლებელი იყოს. 16-ში იქნება კარგად დაძველებული და 15-ში განახლებული და 17-ში საერთოდ ახალი. ვინტაჟური. ხო და დავაკვირდეთ რომელი უფრო მოსწონს ჩვენს მაყურებელს. დავარგებული პროგრამა. შენი ციგეთ სიტყვები კულინარიის კაცი შენა. დიახ, დავარგებული. დავარგებულს უნდა მუმიფიცირებული. ჩემი თითები შეეწირა იმას. სამაშველო ღონისძიებას. ოპერაციას? რას შველოდი? ბიჭო, გუშინ ტოგო ჭამდა იმას. საგნელი ძვლები რო არის. ხო. და ეთყობა ვერ მოზომა და გადაცდა და გაეჭედა ყელში. იძახდა და სახში ეტყდა პანიკა. და მივარდი და გავუღეპირი და ჩავთხარ ეს ხელი და ის გამისრიალდა, მაგრამ გადაყლაპა რა, ანუ ამოღების მაგივრად გადავაყლაპე. და ეგეც გამოსავალია. თქმა უნდა. ჯერჯერობით, ხო, არა, გამოსვლაზე თუ იგივეა. ეხლა გამოსვლაზე მოგიყვანე. თუ არა, ნუ ხელის ამოღების დროს კბილებზე. ეს გამოსვლისას არ არის. არა. ეს ხელი დაბრუნების დროს კბილებზე გავუს. კბილები. ხო და ბიოლოგია არ გაქვს დასწავლილი. მე რა ვიცი რომ კბილების ის არის. ჭუჭყის არის. არა, კბილებია. ხო და ძალიან ინერვიულა ოჯახი, მაგრამ დედაჩემმა ძალიან განიცადა. თუ მართლა ცუდი სანახავი იყო რა, რომ ამას აკეთებდა და ვერა მოიღო ის ველი და დილით რო ჩამყავდა და დამხვდა ესე ფერი არადეს. რომ დედიკო გამაგებინე რას იზავს. ხო ის ძვალს თუ დატოვებს სეზონში. აი მეთქი ხო? ჩავიყვანე დავდივარ ეზოში და გავიხედე და მე-11-ზე ხო ცხოვრობ და სადარბაზოში დგას და იქიდან იყურება. და აკონტროლებს რა. ბიჭო, დიდი ეზოა და თან მე-11-ზეა და უცებ ისმის. დედიკო ქნა! ტელევიზორში ისმის. მანიშნებ რომ გაჩუნდი ხალხი არ ისმის. მეთქი დაგირეკავ. და კიდე ყურის, ტელეფონი დამჩა და ქნა მოიქავა. მე ვანიშნე რომ კი მეთქი და აი და პირჯვარი გადაგვსახა და შევიდა. მე მაგდროს იკბინე თითებს. და ესე გაიგო უბანმა როგორც კის მოხდება. ხო და ეხლა ბარი გაკაწნულია. ჩვენ ცნობანერიულებ ქნა? კი. როგორ მიხვდი? ავიღე და გადავაგდე. ანუ მთლიანობა შენარჩუნებული. არა, ის არის მონელებადი ძვალია. გასაგები. მათ რა გჭირდება? არა. რაც რატო ჭირდება? სახლში ყავს ძაღლი რომელიც აცრილია, მოვლილია და ჯიგარია. ამას გონია რომ ნებისმიერ ნაკბენზე უნდა აიცრო. არა. აი ხა შენ რომ მიკბინო მე არა ვიცრები.
ალბო მოიტა. სხვათა შორის მე ესეთი თამამი არ ვიქნებო. ხო, მაგიტომ მოვერიდე. იმის კპენა არ არის ესე მარტივი, შეიძლება რაღაცა დაგჭირდეს. ის თუ გაცობთ. მე რო დააკვირდი 10 დღე. ასე რომ ყველაფერმა კარგად ჩაიარა. დაგვირდი ან თავი მოაჭრა და მიიტანოს რა საშინელება თავი მოაჭრა და მიიტანო ბიჭო რა დებილოა. აბა მაშინ შენ მოგაჭრიან იმას. იმას სასიცოცხლო. მოგაჭრიან იმას და აშინა ბავშვები. დათო შენ როგორ ახარ? რაღაცა იმასე ავად მყოფი რომ მიმართავ. შვიდად როგორ ახარ ხალხო პალატაში რეგიასთან. ამოწონა უხდება ესეთი. კი მომიტანეთ იქ უნდა იდოს ჩემ ისრები. თავზე წაკრული უნდა ხონდეს. აი ეს უნდა გააკეთო ისრები მომიტანეთ. აბა გადატეხედათო ერთი ისა. ამის შემდეგია სოფელში წამიყვანე. მე ტანსასმით უნდა იწელო მინში რა ბევრი რაღაცა რო სპორტულებით მუხლებ გამოგერილი სპორტულები. მეც კარგად ვარ გავიხსენით საქაბაბეში. ნელა ესე. კი გუში რევიზია იყო შეამოწმა. ხარისხი გადასა. ხარისხის კონტროლი დავეცით. გაკეთილი იყავით რაღაც პერიოდი? ხო, აღდგომებზე დავიკეთეთ. იმიტომ რომ ჩაკაფულს ვერ გაუწევდით კონკურენციას და ამიტომ ეცადა იქნება უწევი. არიან. იცი რა თვითონ გადაერთო ჩაკაფულზე. ორთოდოქსი მეკაბაბეებიც არიან ქვეყანაში. თვითონ აღარ აინტერესებს. აღდგომაზე მირეკავს და მეთქი მილოცავს მეთქი. იკო, ბიჭო, ცხwari როგორ დაუჭრა. და მეთქი რა გითხრა ეს ტელეფონით. სახში შემოვახერხებ თუ არა დავჭერ თქვენ მაინტერესებს. რატო ვერ მოა რა ჭირს ხوارს ისეთი რო ვერ. ბიჭო, ძვლები აქვს უნდა დაჩეხო ის. ხორი ყველაფერს აქვს, რასაც ხორცი აქვს. არა, თევს დაჭრი. ხორცის ნაჭერს რო ყიდულობ, ან იქვე დააჩეხებ, ან როცა ნახევარი ცხwari გაქვს. საიდან მოიტანე ნახევარი ცხwari? რატო შევიძინე. კაკაბიცხო დაინახა. ეს პერიოდია ეს დღე არა კაკაბი რო და. ნადირობაზე რო იყო. ნახევარი ცხwari რო ქონდა. დავიწყოთ ახალი ამბები? რომელი ნახევარი შეიძლება წინა თუ უკან? მარცხენა. ესე. გაარტყა. არის სისტემით. ახლოს და მანდ არის რამე განსხვავება მარცხენასა და მარჯვენას შორის. არა. ცაცია თუ ცხwari. მარცხენა მხარე უფრო განვითარებული. გული საით აქვს ცხwars, მარჯვენა თუ მარცხენა? შუაში. ესე ვიდა ესე პროჩივი წაიგდა. არ ვიცი საერთოდ. შუაში აქვს, შუაში აქვს. ღვიძლი? ღვიძლი? ღვიძლი სხვა შორის ანუ შენკენ რა მოუწია ღვიძლმა თუ თირკმელმა? თირკმელი აქეთაც იქეთაც. ეს შიგნეულობა ჩემ ძმას მივეცი. იმას მე და ჩემ ძმამ შევიძინეთ ცხwari და გავყავით შუას. შენ ტყავი შეხვდა? არა. მეწვით ხარ. უწვი არა. ამას ხორცი და ჯიგარი ოქროს საწმის ხორცი და არაკეთე. ჯიგარი იმას და მე ხორცი. ოქროს საწმის არაკეთე. არ წამოგვიგია ტყავი, თორემ მოგიგანდით და თქვენ დავაფენდით აქ მაგიდაზე, წამოგერ. ეხლა სურათებს გადავიხი. ბავშვობის სურათებს გადავიხი. ვიღაცა თოთო ბავშვით რომ მოვიდა და სტომარი. კაი, გადავიდეთ თუმაზე რა ქვია, ახალ ამბებზე. კატეგორია გამაგებინეთ ბოლოს და ბოლოს რა ხდება ამ ფასებზე. ხალხის ძალის დეპუტატის განცხადებით, ფასების შემცირებაზე არათუ საუბრობთ, არამედ საპარლამენტო კომისია შევქმნით 2 თვეა პარლამენტში სხდომებს მართვათ, მაგრამ ფასები იზრდება და ზოგჯერ ამ ტენდენციას ჩვენი გადაწყვეტილებებითაც უწყობთ ხელს. აი ეს თქვა მოიცა გავიაზროთ. დიმიტრი ხუნდაძე. ანუ კომისია შეიქმნა რატო იკლავს ფასებიო და გამოეკულიათ ფასები რატო არის და სადმე თუ არის ხელოვნურად გაზრდილი, მიიღოთ რაღაცა ზომები რომ დაეწია. და ისეთი ზომები მიიღეს რომ ფასები მაიწია? მაინც იწევს ზემოთ და ზოგ შემთხვევაში ამ აწევის მიზეზი არის ამათ მიერ გამოცემული კანონები ან რაღაცა მოქმედება. აა, კაი კომისია რა. 4 წლის რო ვიყავით. დედა ჩემს შევყევი მაღაზიაში და მაშინ არ იყო დიდი ასორტიმენტი მაღაზიაში ბავშვს რაღაცას და წავეპოტინე
ბუზების მისაწებებელი ლენტია. მომეწევ. აი რა არ მინახავს რომ ბავშვს მოეთხოვა მაღაზიაში. წაეპოდიეთ მიეწებე და ვერ ეშვებოდი. ხელი რომ ეს მიყიდეო დედაო. და დედა ჩემი ამ დროს სხვაგან ქონდა ყურადღება და ჯერ ხომ მომეწება ხელზე და მე ვეცადებ. შე გახსნილი ჩამოკიდებული. არა, ბუზებ მიწებებული ეგიდა რა. არ იყიდებოდა უბრალოდ? არ იყიდებოდა, ხო, მაგრამ ყველაზე ის იყო. სანახაობრივი. ხო. ტრამპე მაღაზიაში ყველაზე უფრეს მოიწოდა პატარა გიორგის ბუზე. მკვდარი ბუზე. მკვდარი ბუზე. ან ცოცხლამდე რომ იმძის. ხელზე ხომ მომეწება ბუზიანი და მე რო ვცადე მოშორება კიდე მომეწება მეორე. ბუზივით გაეხვიე რა. ისი არის ეს კომისია ფასებში რო შეყო ხელი. აუ რამ ხელა რაღაცა მოგვიყვება საერთოდ ის კაი ისტორია იყო მაგრამ კავშირი არ მომეწა რაკენი მე გამგები გაი რაკენი მე მე ჩაერთო იქ ადმინისტრაცია და არა რეალი მოსაშორები ვიცი და მაგიტო ეგ გამოგონილი რომ ბუზი ვერ მოშორდეს ნელა მომაშორეს ის ლენტი და ბუზები 1-3 დღე დადიოდი ბუზები 3 დღე ილოკავდა ოიაუა რატო არ არის ბუზი ეგ არა ხო საერთოდ არა კაცო ბუზი მოშია ბუზე არ არის არა საკუთრებით ის სკელი მწვანე ბუზები რო წარბაგე პატარა გიორგი 4 წლის ესე ბუზები რო ხერზე და უხარია. და არავინ რო არ ეკარება კატეგორია კიდევ ერთხელ ვამბობ გამაგებინეთ რა ხდება ამ ფასებზე ენერგეტიკოსი ამბობს ელექტროენერგიის ტარიფის 5 თეთრით მატება სინამდვილეში 2 თეთრით მატება არისო და რატო ახლა იმიტომ რომ 2023 წელს უნდა გაძვირებულიყო 3 თეთრით და არ გაძვირდა არა დამახსოვრებული სამეთრი. ხო და ეხლა რომ 5-ით გაძვირდა ის 3 დამახსოვრებული ხო გამოაკლდა და გამოვიდა რომ 2-ით გაძვირდა უი რა კაია ბიჭო. უნარების გამოცდაში შესატანი მაგალითია კიდე კაი რომ იმ ძველი რიცხვით არ გააძვირეს და ის 3 თეთრი მისათანი არ გვა შეიძლება ეგრეცე დენი გაძვირდა 17-ში ამიტომ მოსატანი გაქვთ ამდე კიდე რამე ხო არ არის ნეტად. ანუ არ არისო ესო ძალიან მატებაო არა და 5 თეთრი გადაიხდით მაგრამ სინამდვილეში 2 სიხდით რომ იცოდეთ ანუ აი რომ გაღიზიანთ 5 თეთრი ამბავიო არა ორი ის უთქავენ იმ კომისიაში წელან ეს რა გაიგებენ რომ და როგორ ამოსწოდა ხო ეს საკითხი გავარკვიეთ და 5 კი 2 ყოფილა დაიცადე ის კომისია ამ დენზე არაფერს არ ამბობს ამბობდა კიდე ამაზე პასუხი ეს უთხრეს რატო გაძვირდა იმათო ჩვენო არაო 5-ით რას ამბობდო 2-ით და გაუშვეს რა მაგარი ფიქრობ იქნება საქართველოს მაინც ცოტა აზიისკენ ქვეყანა ყველა ფასებზე რომ დაუშვან ვაჭრობა აი მაგალითად თელასი რომ გამოგიგზავნეს 50 ლარი გადასახდეს შევაჭრო 45-ად არ იქნება ეს რას ამბობ 20-ზე მეტის გადამხდება და ყველა კონკრეტული გადახდა დადგინდეს ესე ვაჭრობის გზი იმათ უნდა ყავდეთ ვაჭრების არმია მოგივიდათ უკვე გაძვირებული გადასახადი ჯერ როგორ მოგვივიდოდა 3 წლის წინ თუ უნდა ხო მაგრამ ეხა გაძვირდა 2-5 თეთრი ფარული მოვასაცა. ბოდიალობთ რაღაცას კატეგორია იპოდრომთან რა სიტუაციაა ესეთი კატეგორია ამერიკულ გამოცემა Wall Street Journal-ის ინფორმაციით Trump Tower Organization არის ესეთი რომელიც წარმოადგენს ეტყობა ამ Trump Tower-ებს თემსოფლიოში და აპირებს რომ საქართველოში აშენდეს ქართულ კომპანიებთან ერთად 70 სართულიანი მულტიფუნქციური ცათამბჯენი. რომელიც ყველაზე მაღალი შენობა იქნება საქართველოში. იპოდრომთან მაინც. ნუ ნახე რა საკაბობე გავხსენ და ესია იქა ურომას ტრამპები და ტრუმპები ახლა იქნება. ჩვენი ქონება გაძვირდება.
მეც მან ცხოვრობ ესეც და ანუ შენ კიდე ხარ სათამბჯენი ჩამოგეფარება ხო? ერთი კორპუსი ხო ჩამოგეფარება? მაინც არაფერი არ ჩანს. არა, ეხა უფრო არ გამოჩნდება. აი ლაზერი რომ მონათონ უკვე აღარ გამოჩნდება. ცაც არ გამოჩნდა. ამთავრებს გვერდით ცხოვრობ ძმაო, ვიტყვი, მაგრამ მეორე მხრივ ცუდია რომ ირანმა შეიძლება დაარტყას იმას და ირანი ცოტა სააცილებს და ჩემეზოს არ. ეგ არ მომეწონა ამ ამბავში. მაგრამ მაგარი მისამართი აქვს. არ მისული ტრამპ თავერთან. ან რო გაცდები, გაახშე სადაა შენ. 70 სართულიანი შენობა 70. ოჰო. მაგარი არის იცი ჩემი მისამართი ხო არა ამ კურსის 8 ნომერი. ეს რო იყოს 8A. მათო ძალიან უცნაური ნუმერაცია. და სულ ეშლებათ. ხო შენთან რომ მოდიან დელეგაციები. საფრანგეთის ტრამპის წერილები რო შენ მოგდის. ბიჭო, ქართული რაღაცები არ იქნება ამ ტრამპ თავერში? კი. ალბათ როგორც ყველა აი მაგალითად თონე. თონი არ ამგონი. როგორ იქნება. სახინკლე კი. ძვირიანი თონე იქ. ძვირიანი თონე რა არის? აი 60 არის როგორც. ერთი პური? კახური. დედას პური. Mother's bread. ის კომისია გაგიჩნდება 60 ლარი რო გახდეს პური. ვერ გაგიჩნდებიან ტრამპ თაველია. ნოტარიუსი? მე სხვა რამე მაინტერესებს. ამ ქსეროქსი მეოთხე სართული. ამ ტრამპ თავერში ყველა შეუშვებენ თუ ვიზით იქნება შესვლა. პულს ვინც გადაიხდა ოფისში თუ იმ არა, ის შესაძლოა. არა, საერთო სივრცეები იქნება. არა, ვიღაცა იქნება რა ის space control-ი. ვიღაცას არ შეუშვებენ ახლა ჭუსტებიან და ადიდასებიან. რატო რას ერთიან ჩუსტებიან და ადიდასებიან მილიარდერ ვიღაცა არაფერს რატო არ შეუშვებენ. ან ცალფერზე რო ჩუსტიაცია და მეორეზე ადიდასი. ერთდროულად ჩუსტებიან და ადიდასიან. ადიდას შარლიან ბრეტელებიან მაისურიან და ჭუსტებიან. რომელსაც ბარათზე რამდენიმე მილიონი დუს რატო არ შეუშვებენ? არ დაინტერესდებიან. არა მგონი რომ ზუსტად მან პირიქით ფანერად მუშაობს. კარგად ჩაცმულ ხატაკს უფრო ნაკლებად. აი მოდი შენ ლამაზად ჩაიცვი და ვიღაც შეიხს ჩავათვათ ჩუსტები. დაველოდოთ. მე მგონია ეგეთებს უფრო არ შეუძლია. აუ რა ხელა რა კაროკე იქნება ახლა შენთან რამდენიმე წელი. უი ხო, იქ მარტო 70 სართული კი არ არის. პარკინგი და მაგის გარშემო ინფრასტრუქტურის მოწყობა. მე მიჩვეული. ბავშვი გაიზარდა მშენებლობაში. მთელი ცხოვრება ხედი აქვს მშენებლობაში. გამიკვირდა სამშენებლოზე რო არ ჩააბარა. ან ეკვეს ინჟინერი რა როგორ არ ეტყობა პანჯარაში ყურება არ უყვა. შემდეგი კატეგორია არის რანაირი პოლიტიკოსი არ მინახავს, მაგრამ ასეთი არაფერი. ხანდახან სათაური ნიუსზე დიდი. თურქეთში ერთ-ერთი პარტიის დიდი ქალაქის ორგანიზაციის ხელმძღვანელად ეს კაცი დაინიშნა. პოლიტიკოსის განცხადებით, მას პოლიტიკაში იმ ეპოქის სულისკვეთების დაბრუნება უნდა, როცა ესეთ ულაშებს ატარებდნენ. ეს ალბათ პირველი მსოფლიო ომის პერიოდია, ხო? ეს ეხა ულვაში დაწვერია თუ პირის ხრუს. აქედან ჩამოდის თუ აქედან ადის ეგ გაინტერესებს. თუ ესეთი კონსტრუქცია და ჭამის დროს იღება. ხო და რა უბედურება ეს ხო მოუხერხებელი. და ესა ხო მარა ეს თუ არის სამაგერტ სამაგერტ კბილების გამოხეხვა აღარ ჭირდება. ესეთი ულაშები გონდა იმ ვალერი გაზაებს. ესეთი ულაშები მე არ მინახავს ვინმეს რო ქონდეს. მთლიანად პარავს თუ და ისიც დეპუტატია გაზაი. ეთყობა რაღაცა არის ამ ულაში. სავარაუდოდ კი. ეს არის თურქეთის ვიცი ეს პარტია. რა ქვია? ნუ შენ გეცოდინება. ის ბიჭიც გეცოდინება შენ გვერდზე რო უდგა. სიმშვიდის პარტია ესე. სიმშვიდე. და ესეთი ულაშები თვითონ უნდა იყვნენ. იმას გავს ჩვენ ხალხის ძალას რაღაც. ეს ნაღდი ულვაშია თუ მიწებებული? არა, ნაღდია. ნაღდი ულაში. რატო გიგვირს შენ რო არ გაიპარსო დიდი ხანი იგნაცი? არა, როგორ ჭამს ის მიყვირს თორე ეს. ბიჭო, აწევს და ფიცარ შევუყუდებს და ჩამოწევს. ან რაღაცა ესე თოკებით იმაგრებს ყურებზე. ესე და მე საჭმელს ვერ ხედავს რაღაცა. უი ხო, საჭმელს ვერ დაინახავს.
შეიძლება იწევა ესე ფარდასავით. შეიძლება ესე ფარდასავით გადის ხოლმე. შემდეგი კატეგორია არის დაუბრუნდეთ ჩეხეთ-ჩილეს ურთიერთობებს 15 წლის წინ ჩეხეთის პრეზიდენტმა კატეგორიის სათავე დაუბრუნდეთ ჩეხეთ-ჩილეს ურთიერთობებს. 15 წლის წინ ჩეხეთის პრეზიდენტმა კლაუსმა ჩილეში შეხვედრაზე ჩვენც გქონდა ეს ნიუსი პასტა მოიპარა. კი ბატონო 15 წლის შემდეგ ჩეხეთის ახალმა პრეზიდენტმა პაველმა დააბრუნა ეს პასტა. და იმენა ის პასტა დააბრუნა თუ ნუ თუ ის ვერა ეგეთივე. ანუ ეს ვინც მოიპარა ის ცოცხალია? ის კი. კი, მაგრამ ძალიან გამწარებული. ტირის. ამ კაცი წი რა ქვია? არა, ხალ პრეზიდენტი. არა, პაველია. პაվել ჩეხი. რა ქვია თქო? როგორი კი? პაველის სახელი არ არის? გვარი. ჩეხი. პიტერ პაველი. პიტერ პაველი. პეტრე პაული არის? პაველი. რომის პაპის სახელი. რა დროშის არის? და ყოფილი სამხედროა, ხო? ესე ვიცი. ყოფილი სამხედრო თუ არა ხარ ისი როგორ მოხდები აბა? ის უნდა იყოს. რატომ ვერ მოხდები? იმაში უნდა წავიდეს რა. კატეგორია. წამი რა მაინტერესებს. ეხა აქ ჩანს რომ მივიდა და იმ ყუთში ჩადო ეს პასტა. იმათ ეს 20 წელი ეს ცარიელი ყუთია ედოთ პრეზიდენტს მაგით. ხო, აბა. და დასტიროდნენ. აი ხა რუსეთში რომ მოვიდეს პრეზიდენტი და აფხაზეთი რომ დაგვიბრუნოს. ხო. რაღაცა ეგეთია. დღეს პარალელებში მაგარია. დღეს პარალელებში განაჭრილია. ამას რომ საშუალება მივცეთ რომ დაგვიბრუნოს. ისე ბავშვობაში რომ დედა მაღაზიაში წაგიყვანა ის და მოგეხო. არა, ის რო იყავი უკვე. ხო, ცოტა რო გაიზარდე. შემდეგი კატეგორია არავინ არ იცის გადარჩება თუ არა. ფინურ ლაჰტიში გამართულ კონცერტზე დირიჟორმა შემთხვევით ხელიდან მევიოლინეს მილიონ დოლარიანი ვიოლინო გადააგდებინა. მოიცეთ ვიდეოს ყურება მინდა თან. მაშინი დედავა. ბიჭო. არა უშავს გიორგი. ესე ყველა კაჩუნდა. ბიჭო ის არის რა ქვია სტრადივარია ალბათ. და დავარი მაგრამ მილიონი რეის უძველია და დავარდნილი ის კაპუჩტა რა ნუ სხვა ხმა აქვს უკვე იმ ჟღერადობას აღარ გამოდის. აი ხა ხალის ბრალი არის. ხო ხედავ ფინელი იუზერები, ნახე როგორ გრძელდება ეს ფინელი იუზერები, გაიყვნენ ორად. ნაწილი კრიტიკებს დირიჟორს რომ ძალიან ხვან ცალებდაო და ნაწილი მევიოლინოს რომ ძალიან ახლო მივიდა დირიჟორთან. ხო, დისტანცია დაიცავი რა, კოვიდი არ გამოგივლია. მართვის მოწობა არ აგიღია რომ დისტანცია რა დაიცვა. ხალის ბრალია. ხო, ქალები ხო ვერ უკრავენ კარგად. ხედავ ეს გიჟივით იქნევს ხელებს, ხო? გიწირავს ძვირფასი ვიოლინო. იცი, შეიძლება ნასვამია. არ გამოვრიცხა. ფინელი რა ხელა ამბავი. მართლა რა ბედნიერი ხალხია რომ ეს აქვს ალაპარაკოთენო. ბიჭო ეს ყველგან იქნებოდა სალაპარაკო ეხლა. მარტო ეს. არა, თან ხა დირიჟორის ბრალი არ არის, ნაწარმოებია ესეთი რომ უნდა იქნიოს ხელი. კი. ისა ვიოლინო დააზიანაო რო გავიგე ვიფიქრე გამოგვლიჯა ხელიდან და თავში ჩასხო არასწორად დავკრისთვის. აი ამას არ მოვებოდ. გამოგვიჯა რომ ტვინი წაიღე. ხარცე რა ეს. გადაუგდო. ერთხელ ვანახე ეს. აუ იმ ხალხს ნახე რა შოკი აქვს. ხო, იმასა კი. ის ქალიც გამწარებული იქნება. აიმეო, ნახე, ვაი. აიმე სახში მომკლავენ აი ეგეთი ისა. აი ეს ჯოსი ის ქალი ბეწზე ვარ გადარჩენილი. აქეთ როზის თეთრიანი რა. და უკან ძალიან უკან როზის მესაყვილი ძალიან კმაყოფილია რომ უკან მოვუწ. იშ აიგრე იძახის. მეორე ვიოლინოს გაუხარდა რომ პირველ ვიოლინოს ესეთი რა. ბიჭო აი მომენტში რა. კულმინაციის მომენტში. აბა ყველა ერთად და აი მაგ დროს. შეიძლება ძალიან თქნეს რომ ცნობილები გახდნენ ერთიც და მე ვარ. და ვიოლინო. იტყვიან რომ ეს იცი რომელია ხე. გადავიდეთ სტუმრის ნაწილზე, ეს იყო ახალი ამბები. დღევანდელი ჩვენი გადაცემის სტუმარია ველომოგზაური ერეკლე ბაღაშვილი. გამარჯობა. სალამი. როგორ ახარ? შენერაც, შენ? კარგად. როგორ ჩაიარა ტედზე შენმა ამბებმა? ფანტასტიკურად, ცოტა ვინერვიულა თავიდან, მაგრამ რა გავედი სცენაზე ეგრე რა ყველაფერმა გაიშვა და მოკლედ რა ხდებოდა ახლა ერთი კვირის წინ ჯანელა ჩვენ ჯგუფში დებს რომ აი ესეთი და ესეთი ადამიანი არის და ხო არ მოვიყვანოთ კაცებში სტუმრათო და რეკორდი დაამყარა. არაფრის. რეკორდი დაამყარაო და ამ დროს ვიყავი ყოველწლიური ტედის გამოსვლები რო არის რა საქართველოში ჩეკრება იყო და მე რო ადრე გამოვედი იქ რაღაც ვარ ხოლმე ამ შეკრებაზე და მოკლედ მივედით და
უცოდ ხედავ ამ ადამიანს. გამახსენდა ჩანელას მოწერილი. ჩემთვის ძალიან საოცარი იყო მე რო გავდიოდი შენ რომ მითხარ ეს სელფი გადავიღოთ და მეთქი ნუ მივიწია ხალხთან რა გადავიღოთ ეს სელფი და არა რომ შენთან და მე სად გავიღოთ ჩანელა მოუძებნოდო ამ კაცის კონტაქტია და ვიფიქრე ახლა სელფს ჩაუგდებ მეთქი და ესე გააოცე გიგა. კი. მეც ვარ გამოვოცე მაგარი მომენტი მაჩვი. გირეკლი კაგაბაძე ჩემთან სელფის იღებს. მე მოხციე მეთქი წარმოდე. რა ხდება შენსკენ? ველო მოგზაური სწორად თქვი? პირველად შეიძლება ითქვას, კი. გადაცემაში პირველად ყავს აზერბაიჯანის რეკორდსმენი. ნამდვილად. რა ვინა ყოლია ეგეთი. არა მარტო, ველო მოგზაურიც პირველად. არა. მოგზაური. ჰა. ველო მერი ყავდა. ხო და შენ თავს რაღაც ხანერად მე ვეძახი ჩემ თავს თვითგამოცხადებული შემოვლითი გზების ექსპერტი ვარ. როიცა არა თვით გამოცხადებულებიც არიან? არა, თუმცა შემოგონილი არის ტიტული. შემოვლითი შენ ხარ შემოვლითი გზების ექსპერტი, ხო? მე ვარ საბეგალოუკეფის. ჩვენ ერთად მაგარ ატლასს დავდო. სად უნდა გადაუღებ კაცრე? კონტურული რუკა შეიძინა. და ვარსკვლავებიც და უსვით რა. რა შემოვლითი გზები რატო? ხო, ახლა რაღაცა ეს სპორტი რაც ავირჩი და კაი გზებზე არ არა, იმიტომ რომ ველო მოგზაური წარმოვიდგინე რომ დადგება გზაზე და ჩავა ბათუმში რა და შემოვლითი გზა რა საჭიროა? ეს ველო მოგზაური შენ ზიხარ ველოსიპედზე თუ გიდევს ბაგაჟნიკში და ისე ხო, თან და აცადი ადამიანი მოყვეს. ხო, შემოვლითი გზების ექსპერტობა საიდან მოვიდა ეს ტერმინი და ეს იდეა არის რა. როგორი სპორტი არის, იცი რა, ანუ ჯერ დაგეგმვაშივე უამრავი პრობლემა ხდება და გზაზეც ანუ კონტროლი მოედანზე არ თამაშობ ფეხბურთს რა ყოველთვის პრობლემა ხდება ყოველთვის ანუ ველოსიპედს აქვს პრობლემა ამ შენ გაქვს ფიზიკური პრობლემა სულ რაღაცა გადაჭრა და ამ პრობლემების მოგვარების და შემოვლითი გზების ძებნის პროცესში დაჭდა იქ იდეა რა მე უნდა ვიყო თუ მე სპორტსმენი კი რომ მე ვარ შემოვლითი გზების ექსპერტი რა ესე რა და რა შემოვლითი გზები გაიარე უკვე აი მაგალითად ყველაზე აი ბოლო იყო რომ ნუ ეხლა აზერბაიჯანში რომ მინდა დამყარებინა რეკორდი ესე იგი დაკეტებია საზღვარი სახმელეთო და ნუ ეგრევე მეცადე რომ მომეპოვებინა ესენი რა ქვია ვიზა არ ვიცი სპეციალური ნებართვა რა და რაც თან გაიცემა ხშირად უკვე ვიცი ეგეთი ფაქტები და ნუ რაღაცა დიდად არ დაინტერესდა ჩვენი ქართული მხარე ამ ამბით არ დამიჭირეს ხარი და ну, ამის შემოვლითი გზა იყო, რომ გადავფრინდით მთელი გუნდი ბაქოში, იქიდან წამოვედით მანქანით. წითელ ხიდამდე და მე აქედან წავედით და ჩემს შემოვლითი გზა იყო, იმიტომ რომ იქიდანაც არ შემოგიშვეს ჩვენ მომხარ. არა, იქიდან შეიძლება შემოსვლო, მაგრამ მე აქედან წავსვენ ბაქოში მქონდა ფინიში, რა, იმიტომ რომ იქაური მხარე იყო ჩართული აზერბაიჯანელები და ნუ რაღაცა უფროსეთი ცერემონიალური ყოფილიყო. სტარტზე ხო ვერ იქნებოდა ანუ რა იცი იქნებოდა წამოხვედი და ველოსიპედით წახვედი. ხო, ჩვენც ეგრე არ ვიყავით განჯაში. განჯა ესევე გადავიდოდით, მაგრამ ბაქოში ჩავფრინდით, იქიდან წამოვედით და უკარო მოვფრინავდი, გვერდზე მეჯდა ის რა ქვია რა ქვია ალიევი ცხენიანი კაცი საინგილოდან ადამიანი სოფელს დამავიწყდა რა ანუ აი ზაქათავიდან ხო რომ მეუნება რომ ალაზმის იქით ხედავო კეცო და წავიდა ბაქოში და მოფრინავდა თბილისში ხო იმის შეგვიძლია რომ რა ქვია რა ხო ეს მოგონილი ეს რა ქვია სამოსახვითი ხაზი რა დაგვეთა კაცი საინგილოს სკოლა არ მოგიწევდა შენ არა, პირდაპირ წითელი ხიდი მე მგონი საინგილო მოგიწევდა ჩრდილოეთი მხარე არის როგორც ვიცი. მოდი ახლა თვითონ ამ სპორტზე ვილაპარაკოთ. ეს სპორტი არის ქვეყნის რაც შეიძლება მალე ველოსიპედით გადაკვეთა? აი ქვეყნის კვეთა არის ერთ-ერთი გამოხატულება რაც შეიძლება ანუ რაღაცა ჩელენჯი გამოწვევა და არსებობს და ერთ-ერთი მათ შორის არის ვთქვათ ქვეყნის გადაკვეთაში რეკორდის დამყარება. რაც მე ვთქვათ ბოლოს ვთქვათ საქართველოს ავირჩიე და აზერბაიჯანი. საბოლოო მიზანი ჯუმბერლიჟამ რაც გააკეთა მანდეთ მიდის? ჯუმბერლიჟამ რაც გააკეთა ეხა ეს ანუ არის რომ ადამიანმა იცხოვრა აი ბოლო წვეთამდე შეიძლება ვთქვათ. ალბათ კი ანუ ველოსიპედი იქნება ველოსიპედის გარეშე ჩემი მიზანი ალბათ ეგ არის რა, მაგრამ ჯუმბერლიჟა უფრო იყო მოგზაური და ვთქვათ ეს თავის რეკორდსმენობა იყო აზიდუებში. მე როგორც მოგზაურობაც ძალიან მიზიდავს, მაგრამ მე ეს ultra ველო როგორც სპორტი ეს მოგზაურობაც მეტად არის უფრო აი
ექსტრემალურად გრძელი დისტანციების დაფარვა, აი მინიმალური ძილით და მაქსიმალური ენერგიის. ანუ ხო იმ შემთხვევაში უბრალოდ მიზანი იყო რომ მოეარა და იმოგზაურობდა და ეს უკვე არ ვიცი უკვე სპორტში გადის და როგორ რაღაც არის იცი რომ ანუ კლასიკური ველოსპორტი თუ არის რაღაც აი 160-200 კილომეტრის დისტანციები და იქ ასეთ ვისი კონტროლირებადი გარემო არის ეს ულტრაველო არის მაგალითად ეხა რაზეც ვარ რეგისტრირებული შემდეგი ჩემი გამოწვევა არის რბოლა ნორვეგიიდან საბერძნეთამდე 5000 კილომეტრი ტრანსკონტინენტური რბოლა ქვია რა და დამოკიდებული ხარ შენ თავზე რომ შენ თუნდა ჭამო შენ თუნდა სვა შენ მარტო ხარ თუ კიდევ ვიღაც მოდის შენნაირ არ ჩემ დაახლოებით ამ შარშან 500 ადამიანო დასტარტა და ხარ ამდენმა დაამთავრა 160 ანუ ძალიან და 30%-იანი დაახლოებით finish rate-ი აქვს რა ანუ საკმაოდ ხო ძაღლებით შენ თუნდა მოიგერიო თუ გამო ყველაფერს ეგეთ ცოტა ჩვენები სამოპაცხოვრებო პრობლემა ზეც შეიძლება ერთი თვით გისწრებდეს ხო ანუ 20 დღე არის მაქსიმუმ 20 დღეში თუ არ ჩავხდი მე მგონი დისკვალიფიკაცია რაღაც რა მაგრამ დისკვალიფიკაცია შეიძლება მოგიწიოს დანიაში და დარჩე ხო იქ ხო შეიტყვირა შეგო ანუ იმ 500-დან 160-ად ჩავიდა დანარჩენები ამ ქვეყნებში დასახო ველოსიპედები გაყიდეს და ბიზნესი გამოიწე უნდა და ერთ დღეს დაიწყეს სამარბოლა, მაგრამ ჯერ კიდე მთავრდება. საკმაოდ ძველი მოიყვანა გზაში ზოგადად. და იქიდან რომ დაიწყებთ საბერძნეთში რომ ჩამოხვალთ. მე უკან მიყავხართ ვინმეს თუ ისე ველოსიპედით ხარ სასასვლელი. ხო რა, მე საკითხავი მაქვს. ვინ ატარებს? კალამატაში დავსახელე. ვინ ატარებს ამას? ვის უყო? Red Bull-ია? არა, Red Bull არ არის. რაღაც ესეთები ხო Red Bull-ს? ლიმონადი იქ მოხდა. ცეროდენა ლიმონადი ცეროდენა. ზაფრი შეგრძნებები გამოგზაურობა ტკბილად. კარგია ნორვეგიიდან როა საბერძნეთში და პირიქით არა. ხო, იმიტომ რომ მაგამართია. როგორი კირიგილი ციფეხებს გაწევდა ესენი და აქედან უნდა იწვალო. აქედან ხელით უნდა ააგოს. ხოდა ვინ თაობს ამას? ბრიტანული ორგანიზაცია არის lost.com დაკარგული წერტილი. დაკარგული რა სიმბოლური არის. წერტილი რატო ქვია ეცე რა რუკაზე რო უყურებს ჩვენ ანუ რაღაც ტრეკინგი არის ჩართული და ყველა შეგოს ოფლიოში გვიყუროს ეს წერტილებად ჩანვარ ჩვენ და დაკარგული წერტილი მოიხსენება ეს მოგზაო ანუ ეს პრობლემები არის ანუ lost და დოთოჩერებს ეს ეძახიან ანუ წერტილების მაყურებლებს რომლებიც აი ბალეში გობენ რა გზა როგორი საამაყო სახელი არის. დაკარგული წერტილი და ის ორგანიზაცია ალბათ რაც უფრო მეც დაკარგავს ეგ ჩელენჯი მონეტიზაცია აქვს დაკარგული. ყველაზე გრძელი რა გაკეთებია მანძილი? ან ესე მოგზაურობის ფარგლებში იყო პორტუგალია, საქართველო, ეგეც ახლო 5000 კილომეტრი იყო, მაგრამ 2 თვე. მან დროზე არ იყო ხო? არა, 2 თვე აი შევირგე რა, სადაც მინდოდა ჩერდებოდი, ხალხს ველაპარაკებოდი, ცხოვრობდი რა, 2 თვე ვიცხოვრე წაში და. შენზე დიდ ულვაშებიანი კაც ხო შეხვედია თუ? ბალკონში მიაღწია. ეს ახლა კიდე ეს მოგზაურობა წამოდგინე საქართველოს კვეთასაც ჰქონდა ესეთი handlebar თუ რაღაც იმას ხო ესეთი მათ ბაიკერებს აქვთ ხო დიდი ბაკები და ეს ხანდა რა რაღაცა მე ჩემი სპონსორები მე მჩხვლენა რა მაგრამ დამციონი გოგოები რომ ეს რა გააკეთეო რა აღარ გვინდა და რაღაც მაგრამ მე რაღაცა ის გვინდა რა გოგოები ხო სპონსორები მარკეტინგის თანახმად ხო არა მაგარი ტერმინი გაიხსენა მოიცა პორტუგალიიდან ესე იგი წამოხვედი საქართველოში ველოსიპედით ხო იქ სწავლობდი და რა დავამთავრე სწავლა მეთქე რა რაზე სწავლობდი ბიზნეს მაგისტრატურა გავაკეთე პორტუგალიაში. და სამსახური შევიდა წამოხვედი ველოსიპედით და ცოტა ბილეთის ყიდოს დაგეზარა და ველოსიპედი. არა, ეს ძვირი იყო წამოღება ველოსიპედის და მეთქე ხამის გადახდეს, მაგრამ მე შემიწავდი და ხო, რა თქმა უნდა, ეგრე ჯობია. და საიდან და ბავშვობიდან პორტუგალიაში არის რაღაც აბრაბოდიში რა ის საქართველო იქ სამთვლიანი ველოსიპედით დაიწყო ეს ამბავი შენ შემთხვევაში? ეს ბავშვებიდან ხა როგორც ყველა ბავშვს ველოსიპედი ჩემს გასართობი რაღაც იყო და მე ბერლინში და ნიუ-იორკში ცხოვრობდა იქ როგორც აი ტრანსპორტი ისე ხო თბილისში მაინც ჩვენი კულტურაში არ არის ველოსიპედთან დადგილება და როგორც სპორტი როგორც აი ინტერესი რომ შემიჩნდა და ახლა ესე 2 წლის წინ ვიყიდა ეს ველოსიპედი მე მოცადაც უკვე დავიწყე რამე ის არის სპეციალური? ანუ გრაველს ეძახიან საგზადკეცილო ველოსიპედის რაღაც ვარიაცია რომელიც ან გრძელ დისტანციებზე არის გათვლილი რა. წვრილი ბორბლები უნდა იყოს. ხო, ანუ აი არც ისე, მაგრამ ხო, სუბუქი უნდა იყოს ერთ-ერთი მთავარი მახასიათებელი ეგრე რომ კარბონის არის? ჩემი ეხლა გამოწერილი კარბონის და ეს არის კარბონის ყველაზე ჰაი-ენდ არის რა, ყველაზე კაი. ნუ ტიტანის ძალიან კაი, მაგრამ კარბონი არის ესეთი რა, ყველაზე კომპეტიშენ და
შესაჯიბრებელი ველოსიპედი. ეხა ტიტანის გაკ და კარბონის მოგდის. ეხა მაგ ალუმინის. რომელიც როგორ ეცი, ანუ ცუდი არ არის, მაგრამ ვიღაცებს მაგით ვერ შეჯიბრები რა და ეხა უკვე იმ ბოლოს გავდივარ, კარბონი გამოწერე და უკვე სერიოზული. კარბონჯობია თუ ტიტანი? ტიტანი გამძლეა უფრო. ორივე მსუბუქია. და მაგრამ ნუ ხა პროფესიონალებს კარბონი ყავთ მაინც, იმიტომ რომ რეკადია თავის რაღაცის მის მახასიათებლები აქვს მაინც. ხო და ტიტანსთან უფრო მოგყარავენ და ვინ არის ლიდერი? აი ეხლა კლასიკურ ველოსპორტში არის სლოვენელი პოგაჩარი, ვინც აი მესი არის ჩათვალე, მაგრამ ეს ჩემი სპორტი ულტრაველო ეს არის. არა, ველოსიპედებში ვიძახი, თვითონ ბრენდებში. მე ძალიან სპეციალისტი. ამერიკული ბრენდი არის, სპეციალისტის ველოდან მიწერა. ხო. ნუ ისეთი როგორც აი როგორც ჩათვალო, ალბათ როგორც აი Mercedes-ს აქვს რაღაც ძალიან ისეთი აი დამყარებული ეს აი რეპუტაცია, ეგეთი არის სპეციალისტი ველოსიპედებში. და AMG-ს ნაირი აქვს ამ სპეციალისტი. ეს works-ი არის ეგეთი AMG რა. ნავაროტები. დესნადვა დესნადო არა, მაგრამ ამას წინ, კაცი, აი საქართველოს რეკორდს რო ვიწყებდი წასვლის დღეს, გამოვიდი ნაგვისყოთან არის მიყუდებული მწვანე ველოსიპედი ტურისტ აწერია. მე არის მოვიძიე, კაცი, ანუ ყოფილა საბჭოთა დროს გამოშვებული ყველაზე ნაორჩენი ველოსიპედი. ჩვენ ბავშვობაში. ორი ეგეთი ველოსიპედი იყო, ერთს ერქვა სტარტ შოსე და მეორეს ტურისტი რა. ხო და ამას ვუყურებ ხა. სტარტ შოსეზე, სტარტ შოსას ეძახი. ხო და ამ ველოსიპედს ვუყურებ, ეხლა ნაგვისყოთან არის მიყუდებული, დაჟანგებულია სრულიად და პრობლემა დავშოვნე, ვიღაცა ვერ მოვიდა და ვერ გააჩერდა. მეთქი ვუყურებ ეხლა ანუ აი ვუყურ გამოგზავნილი საჩუქარია ჩემთვის რა და ვუყურებ და ამას მინდა ჩემს სახლის გვერდზე. შევიყვანე გარაჟში და გამოვიტანე ქაღალდის კოჩი, დავაკარი იმ ადგილას და ესეთ რაღაც დავწერა. მიტოვებულად ჩავთვალე და ჩემი ნომერი დავწერე. თუ ვინმე მეტყოდა რომ ჩემი მწვანე ველოსიპედი საწაიღე, ბიჭო. მაშინ სხვაგან მოხვდით. სხვაგან მოხვდით. თუ მეტყოდა რა სხვას მე მეტყოდა რომ არ არის მეთქი და არავის არ დაურეკი. ნებისმიერ და შემთხვევაში შეიწყაპუნე კი მე რაღაცები გამოვიცვალე ტროსები რაღაცები და ეხა მაგით და მწვანეს აღარ არის რო ვთქვათ ეხლა. ვარ ჩამოსოს გზიდან დადის? კი აი აი უბანში საკატავად ყველაზე მაგარი რაღაც არის რა კი და ის დავაყენე ძიმეც პომ თუ რაღაც როგორ არის კლაუნის ის დავაყენე რა ეგრევე პირველი რაც გავაკეთე და ბიჭო ეხა ნახე რომ მოდიხარ გზაში უფლება გაქვს რომ სადღაც გაჩერდე თქვათ ბინა იქირაო ან სასტუმროში შეხვიდე თუ მაინდა-მაინც ღიაცის რბოლაზე ხო რბოლაზე კი ანუ ეგეთი წესი არის რომ ანუ ეგეთი რბოლის სულისკვეთების 10 მცნება არის ჩამოყალიბებული და მან ერთი თავი წესი არის რომ საიდან აკაცრობა ეს არა კაცკლარი ესეთი თავი. არა თუ კაცკლარი არ არის ესეთი რომ ტუალეტში არ შეხვიდე მერტი არ გაგიცრე საბერძნებს უგროვებთ გზაში არა რატო კაცი შეძრები ბუჩქში გამოწრება თავარია ველოსიპედი არ არის წამოდო ვიღაცამ და არ მიაწეროს მე ველოსიპედი გიჭირავს ხოდა მოკლედ თავი სულისკვეთება არის რომ უნდა იყოს თანასწორობა შეგიძლია ისარგებლოს საჯაროდ არსებული სერვისებით როგორც არის სასტუმრო მათ შორის ოღონდ გზაზე თუ შენი ძმაკაცი ცხოვრობს იმის სახლში ვერ დარჩები იმიტომ რომ სხვასაც სხვას არ შეიფარებდა რა შენ შეგიფარებს სტუმრო თუ აქვს ძმაკაც აი როგორ არის შეგიძლია ოღონდ თუ შენთვის დატოვა ღია ნორმალური ოპერირების დროის შემდეგ ეგ არ შეიძლება ანუ არ უნდა გიჯიგროს ვიღაცა იმიტომ რომ და ესეც მაგაცი თუ ყავს ნაგლი მაგაცი ყავს არა 500-ვეს გეპატიშებით ეგ მოსულ აპაპ არ გაგიშვება თან ფთალი ხაზია მანე რა შეიძლება და რა არა საბერძნეთი არ გამაგონო ანუ ჭამაც უნდა მიხვიდე იყიდო შეჭამა აი რაღაცა საქართველოში რომ გამომიგზავნა და დავაჭახუნოთ ეგ არ შეიძლება ყველაფერ რასაც გამოიყენებ სხვა რო შენდლოს ყოფილიყო ამას თვითონ შეძლებოდა რა ტუალეტიც თქვა ფასიანი თუ არ შეგიძლია შესვლა იქნება სხვას არა აქვს ისე პრობლემი ჩეთი ხა ვა რა უცნაური ანუ კაი მაყუთიც ჩდება ხო რეგისტრაცია დამისწავლა ალბათ 800 ევრომდე და ნუ მე მოგზაურობის და ის ხარჯები რა თუ ისეთი მაგარი ხარ რომ არ ჭამ ორი თვე მაშინ იაფია და თუ ჩემსავით იმებზე პონჩიკებზე და იმებზე ხარ აქ ჟელიბონებზე ხო და რა უნდა შეჭამო ნორვეგიიდან საბერძნეთთან რა უნდა შეჭამო ხა აქ თბილისში რომ ნორვეგიიდან ნახევარი გზა მაინც გეხოს ველოსიპედზე ყველაზე მნიშვნელოვანი არის კონკრეტულად მარტივი ნახშირწყლების საათობრივი გეგმის შესრულება რა თუ არ შეასრულე გამოიფიტები და სადღაც აი რაც არ მაგარი ის იყო რომ აი მოტივირებული გაითიშები. გზაში ხა მე რასაც წონი მოგზაურობის ეს ჭამდი არის ლიდლი და ეგეთ მაღაზიებში ყველა საერთოდ ცხობი აქვს და
მაგრამ მაღაზიაში რომ შევდივარ, ხوارიან ადამიანები რომ აი უშაქრო კოკა-კოლა ან რაღაც ისე რასაც ყველაზე მეტი შაქარი აქვს ის უნდა გამოიწვია. შაქარი თვითონ. ხო, ყველაზე მეტი შაქრია. რაც შეიძლება მსუბუქი და ბეტი შაქრით არის ყველაზე მაგარი საჭმელი რა. ხო. რა ეგრევე ფეხებში მიდის. უცები სუპერია რა. ბამბის ნატრიუმი თუ ხდება შენ. შაქარი და მსუბუქია. გამოუიბა ესე. ალა შაი. ან ისა ბორბალზე უნდა დაამაგრო, ხომ მაინც ტრიალებს. და რო გააკეთოს ხოლმე. საინტერესო. ვინ არის ლიდერი? აი ყველაზე პოპულარული რომელ ქვეყანაში? ფრანგები, ავსტრიელები, ძალიან მაგრები იქით არიან. კონტინენტის იქით, ამერიკელები? ამერიკელებშიც კი, მაგრამ აი უფრო ამ სპორტის ახლა მე რასაც უყურებ და ჩემი აი კუმირები ვინც არიან, აი სოფიანე არის ერთი, ვიქტორ ბოზანი წინა წლებში ვინც გაიმარჯვა არიან ფრანგები, გერმანელები, ავსტრიელები რა. და დადიან ანუ აი ეხლა მე რო უყურებ ეხლა წინა წლის 40-ით. ხა და რო უყურებ ეხლა წინა წლის ლიდერბორდს რა, ანუ აი ტოპ 50-ში მოხვედრის ფინიშება ძალიან რთულია, მაგრამ პირველ ადგილს ვინც გავიდა დღეში არა 400 რაღაც კილომეტრი რა, რაც ანუ აი ორი კვირა რო იგაკეთო რო დღეში ბიჭო 400 კილომეტრს მანქანა ძალიან ბევრი. მანქანა გაგიჭირდება რომ მიდი. და მე ხაროზი ხარ და ხანდახან იძინე. 400 კილომეტრი ძალიან ბევრი. ძალიან ბევრი. ან ჩემი პროგრამა მინიმუმი რაც არის რაც უნდა შევასრულო იმისთვის რომ ანუ კლასიფიკაციაში მოვხვდე დღეში 250 კილომეტრი. და ეგეც რამდენი ხანი? 20 დღე უნდა ვაკეთო, ეგრე 5000 კილომეტრი დავფარო. 20 დღეში მე 20 დღენი ლიმიტი გაქვს რომ კლასიფიკაციაში მოვხვდე. ანუ 250-ზე ნაკლების იმედი თუ გაქვს არც უნდა წახვიდე. ნუ წავხვალ, მაგრამ ვერ ანუ თავი მანდ არის გამოცდილება. ვერ ჩაიტევი ხა მათემატიკა. მაგრამ ნუ ვერ ჩაჩება მაინც გიღირდეს, იმიტომ რომ გამოცდილება მიიღო ეს, იმიტომ რომ რაც ანუ მარტო შეჯიბრი არ არის, ანუ იმ 20 დღეში რასაც გაივლი შენ მენტალურად რა, იმიტომ რომ ეს ანუ მთელი შენი გეგმა არის რომ იმოძრავე სამხრეთით. ეგ ერთი წესი გაქვს რა, რამე უნდა ქნა რომ იმოძრავო. ხო და თალი რაღაც მუღამი აქვს მაგას რომ ოღონ ველოსიპედით ალბათ თორე ტაქსი. ისე მაგიმაში ტაქსი ხო ჯდება, ტაქსი ხო სხვასაც შეუძლია გამოიწადეს. ეხლა ტუალეტში არ უშვებდი ვიღაცას ფული არა. ეხლა ტაქსი ის დავი. ტუალეტთან ტაქსი შეიძლება. ეგრევე გადათქვა. ტაქსი არ შეიძლება, ჯუბა პლუსი შეიძლება რა. ევაკუატორით რო წაგიყვანონ. ერთ-ერთი ეგეთი წესი არის რომ სახელოსნომდე შეიძლება მანქანით წააყვანიო თავი თუ გაგიგვიჭდა. მაგრამ ველოსიპედთან დაბრუნდა იგივე წერტილით საინას დაიწერე. და ისე ველოსიპედით უნდა დავყავდე უკან. და ისე ველოსიპედით უფრო მეტი გიწევს რა. და იმავე დროს უნდა დაეძრა წელი გამეორე წელი. გაიცაც. ხო, ერთი წელი გიცდები. იქით გახარ. ეს ვინც ცოტა ისენი ხარ დამწყებები, ცოტა ადრე რო გაგიშვან. აი გაიქნებოდა ხო. ერთი დღე მაინც რომ მიცენ. თან თელი ის არის რომ მუსიკამდე იყო რა, გამხურებლები რო გამოდიან ჯერ. ეგ მენტალობა მე მუშაობს. შენ გენდა აი შენ. რა მიგახდა რა არ უნდა წაიღო არასოდეს ეგეთ მიგახდა რა სტორი. აი ეხა ვერ ჩავიტოვე ძალიან შორს წავ, თან ეგეთი აი პატარა დეტალს გეტყვი. ანუ ამ სპორტის და ამ ულტრაველოს სიმბოლოდ ითვლება ნახევარი კბილის ჯაგრის. ტარის გარშ ნახევარი ტარით. და ამის ეს სიმბოლიკა არის რომ არის ექსტრემალური მინიმალიზმი. ანუ მხოლოდ ისაც ჭდება, იმიტომ რომ მთელი ტარი არ ჭდება კბილის სასახელად. პატარას თიც მოპიდეთ და გაიხარო რამე და. ხო, ისე. მარტო ისაც ჭდება. დანარჩენებს რატო გვაქვს ტარიან? უფრო მოსახელებელი. აი, ტოვეს რა, ძლიერ რომ გაიგე. გიორგი, ფულის მახა. ხო, და რა ტარი ბუნება როგორ დაადბინძურა. კიდე რა იცი ეგეთები გასა. არა, მეუცნობელი ნასკი მაღალამდე აიწიო. ხო, ჩანგალი ალბათ ნახევარი, ორი. ჩანგალი კონგალი ქვია იმას, თან კოზეც ერთთან ჩანგალი. ასეთი კითხვა არის, ხო. და ორივე არ ატარებ, ხო? დანა და ქლებიც გექნებათ ერთდროულად. და რავი, რამდენი რა. ისინი ხო გჭირდება ლუჩები და რაღაცები რო გაგიფუჭ. ეგეც აი მულტიფუნქციური ის არის, ერთი პატარა არის და რომ ახლა ყველაფერი ზე დაქვს რა. ამაც აღეჭირეზნები არა. ხორცს აძლევენ ისე რომელიც იბერება. გუდროს ვეჭავენ გზაზე ფულობენ. კარგი. მოსაწყობი 20 დღის თუ გზაში რეცხავ ცოტა. ეხლა რო ფიქრობ, ანუ იმდენად ოპტიმიზებული ხარ ბოლოს მოძრაობაზე, რომ დიახ არ ამგონია რა მეუბნეთ. წავიღებ ისეც რაც ანუ ხა 20 დღის ნასკი თამონდე. 20 ნასკი ხო მაინც წასა. შეგიძლია ეს 25 დაწაიღო რომ დაგისველდეს. ხო, თვითონ მე შენ გეტყვი კოლგა გაქვს თუ რა. არა პატარა კოლგები აქვს. ძალიან პატარა ეს. არა, უტარო. უტარო. ნაჭერი და სპიცები აქვს.
მაგალითად მაშინ ტანგები ნოგოცას. კი, არ გაწვია. ტანგა ეხა იმ დასაჯდომით რაღაც ისეთი აქვს და არა, სპეციალური. არა, ის ცოდვა ადამიანი. ის შორტი თუ რავი რაც ქვია. კი, სპეციალური. უკან რაღაცა სირბილეები. მაგარი. კი, სირბილეები აქვს რა ესეთ რაღაცა იმაზე ჭდება კარგად რა. სკამს. ხო. სიარუსო თავიდანება მარტო ამაზე ჯდომა სიტყე. ხო, ეგ ერთ-ერთი მთავარი სირთულე არის saddle source ეძახიან რა, უნაგირის და კაი სკამით როცა აი ეს კამ დივანი რო დადგაზე. პატარა ბავშვებს რო უდგათ ხოლმე უკან რა, ეხებს რა ესე. მე ძალისადაც შემარხდება კარგად რა, ეგეც ხო. ხო, მაგრამ ნელაიული, მაგრამ საკაიფოთ ხარ. ნელაი და სულ შეშურდება. ტელევიზორი რაღაცები არა, ხო? რო დაამაგრო წინ. შეგიძლიათ ტელეფონი დაიმაგრო ის რა, კაცების შოუს რომ უყურებ. საჩერდებით სასტუმროში ძირითადად მე მაგალითად ოპერატორად წავიღოთ, აი რაღაც შეიძლება მსუბუქი საძილე სისტემა რომ დამოკიდებული არ ვიყოს, იმიტომ სასტუმროს აი ვერ ჩაას რომ გზაზე არ იყოს, რომ გადახოვა მომიწიოს. სადაც შეიძლება დავრჩები, მაგრამ ჩემი ძილით კარავი რო დასცე, სადაც გინდა. კარავს არ წავიღებ, პირდაპირ ეგრე აი პატარა ერთ ცელოფნის ისინი იყიდება, ბივის ეძახიან და კი, ნარგვის გადასახადები. შავი პარკები არის რა, და კეცილი არის და რო გახსნი. აი ეგ არის შემოვლითი გზების ექსპერტი, რომ სადღაც უნდა შეძურე და დაიძინო რა თუ ისიც ეხა მთლიანს თუ გიწაიღებ, გადაჭერი შენ სიმაღლე. რატო ვქნა? დაძინებული გადაგაგდოს ვინა პარკი. აი კაი გაგაყოლებს, შოյაზე თუ გაგიმართლა გაგაყოლებს და იქნებ ჩამ. გაგავსაღრელზე რო იღვიძებ. ეხა რა გეგმა გაქვს უახლოესი ამის გარდა? ანუ ისა ოცნება ხო ეგ როდის არის? როდის მოდიხარ დანიიდან? დანიიდან როდის მოდიხარ? თუ ნორვეგიიდან? ანუ ეგ არის ხა ჩემი შემდეგი დიდი რაღაც არის უკვე ერთიორჯერ უკვე დამისიზმრა და მივხვდი რომ ეხლა მაგაზე ვარ locked-in, მაგრამ თანამასობაში ცოტა რაღაცა სოციალურ კამპანიებზე ვფიქრობ რაღაც პატარა შეთავაზება მეკეთებული ხა და საინტერესო მოგზაურობას ვფიქრობ საქართველოში თან მომემზადები ამისთვის, იმიტომ რომ მეც ვიმოძრავებ რაღაც თაგოდასავლეთაც გავიხალისებ თავს და მაგრამ ყველაფერი ეხა მიდის ამ ტრანსკონტინენტურ ბოლომდე რა, ეგ არის ჩემი destination რაღაც მიზანი ხა ზოგადად. ხელგაშვებულით რო იარო ეგეთი რა. თავისუფლად კი ეგ ძალიან მიყვარს. შემოვიწყო ხოლმე თავს ესე. ბიჭო, რაღაც ძალიან სწრაფი ველოსიპედები არის. რაღაც ესე რო ზიანან, წვანან, გინახავს? აუ ეგეთია ჩემ. ესეთი კუდები ხო? ხო, ესეთი კუდები რო. კუდი ეხა ეგეთი ძალიან ის არ მაქვს, მაგრამ როგორი არის, იცი? ანუ ჩვეულებრივი სახელურის გარდა აქვს აერობარებს ეძახიან რა, ესე იგი ესე გაწვევი ზედ. ხო. და აეროდინამიულ რაღაცა ტყუის ფორმა უნდა მიიღო, რომ ანუ ფეხებს რა ტრიალებ, ეხა იქ მანდ იხდი ჰაერის წინაღობის საკომისიოს. და ეგ საკომისიო რა გადაიხო და რაც შეიძლება ესეთი უნდა იყო ვიწრო რა, წინა რომ შეგხედავს ადამიანი ვიწრო უნდა იყო, რომ ჰაერი არ დაგეჯახოს, პარაშუტის ეფექტი არ ქონდეს. იხდი საკომისიოს ნიშნავს, რომ ხარჯავ ენერგია. ხო, ენერგიას ხარჯავ. არა, გაგიჟდა ამანი ფიქრა რომ რაღაცა გადასარიცხია. კიდე რაღაცა აქ გადაიფიქრა მოსწავლე. შენ არ იხდი ამასთან რამდენი იქნება გადასახდელი ხო წარმოგიდგენი. დიდი ჩეკი მოგივა. როგორც კორპუსი. მაგრამ მან შენ შეგიძლია გაფორმდე როგორც ქარსაცავი ზონა. და აქეთ მიიღო ფული. ამათგან შემოსული ფული არის. ის ხო გინდა საჰარა რო გადაიარო. ეგანა მეუბნები საიდან ვიხარ და ის ხო ეხლა არ მომიყვი გადასემაში მოხევი მეთქი და გეკითხები და გამიერთები. მე ხომ ვახეთ საიდან ვიხარ და ხო ერთ-ერთი რაც აი ჭია მაქვს შეჩენილი ცოტა მაგას დრო დაჭირდება იმ ტრანსცენდენტალიზმი რომ მოვიშუშოთ თავი და დავიწყო მაგაზე ფიქრება რა ერთი საჰარას უდაბნოს კვეთის რეკორდი აქვს დამყარებული 2011 წელს. ანუ რაღაც ველოსიპედით არის პარიზ-დაკარი? ეს ინდივიდუალური მცდელობა იყო და რაღაც 11 დღე კვეთდა საჰარას უდაბნოზე რომ ესე თუ ესე. ზავიდანკოვიც ჩრდილოეთ სამხრეთი. მანდაც დაღმართზე მოდიხარ. დაღმართზე აი კაია ხო ეგ მარტო რაღაცებს ვიჭერ. ახლა კაი მან რაღაცა გზის მაგვარი არის თუ რუმინეთში შეჭამ რაღაცა წესით გზებში უნდა ჭამო. უდაბნოს შენ თუ შეკ მანდ წესით დამხარე მანქანა მეყოლება რა, იმიტომ რომ ეხა აფრიკაში რო შენ თავი უზრუნველყო, ჟვაკეთ შეჭამა რა ვიცი. სასიამოვნო ახალი ამბავი გვაქვს გულშემატკივრისთვის და საკუთარი თავისთვის. მიდი. ახალი სპონსორი გვაქვს, ახალი კარგად დავიწყებული ძველი. სუპერმარკეტების ქსელი ნიკორა. მოვიდა გვექნება ნიკორას საჩუქარი. მაყურებელს შევახსენებ, რომ ნიკორა ეს არის 27 წლის ისტორიის მქონე სუპერმარკეტების ქსელი, სადაც ერთ სივრცე შეგიძლიათ ნახოთ უცხოური პროდუქცია, ბევრი ბრენდი და ასევე ქართული ხარისხიანი კემბრიელი. ნახშირწყლები გამოუცნიათ რაც ეს არის ნახე დღეს დიბარის კალათა.
დიბარი არის იტალიური მწარმოებელი, რომელიც აწარმოებს სხვადასხვა ფერის, სხვადასხვა ფორმის, სხვადასხვა გემოს მაკარონს, პასტას, კარგი პასტა. მაკარონერი გასტრონომი. პასტა. ჩემ ბავშვობაში ერქვა, ერთი რეკორდზე მეყოფ ამდენი ნახშირწყალი მე მგონია. მართლა? თან ყველაფერი არის, აი მაგალითად ეს შავი შეღებილია კალმარის ემით რა ქვია, საღებავით. რომელსაც უშვებს წყალში რომ დაიმალოს. თან ყველაფერი ეს მონჭრილია ბრინჯაოს ფორმებში, ანუ არაფერი ისეთი არასასარგებლო არ არის, სხვადასხვა ფორმებია. ნახე ამას ახატია კიდევაც, აი კალმარი. თან გემოებით სხვადასხვა, აი სხვადასხვა არომატი შეიძლება კონდეს და კალმარი გავხიშტა საინტერესო. გამაგებია, გამდამიე. გაგვაგებინე რას იზავს? შეიძლება კალმარი არის ის, რამაც 1-20 კილომეტრით სხვაზე მეტი გაგატაროს, არ ვიცი, ვნახავ. გამირეკე აი სადღაც 5-5 რო დააკლდები მოხარშეს. ძალიან დიდი მადლობა. ჭაველა გებრიელი. ძალიან დიდი მადლობა რომ იყავი სტუმრად. წარმატებებს გისურვებ. აბა შენიცი. მანც ასე. გიყურებთ, არ ვიცი, რაღაცა. დიდი პატივი იყო. სადღაც დაიდება ალბათ ის წერტილს რო უყუროთ ჩვენ. კი, აუცილებლად. ჩვეულებრივი მოკვდავებისთვის ხო შეიძლება მაგის უყურება. რა თქმა უნდა, არა. პატარა ჯოხები რო გაგატარონ და ლიდერები ვინც არიან ესე პაგრში. ხო შეგიძლია. ეგ ხო არ არის მათი მცნები და არა, მათ როგორ არის იცი? იმასაც ხო შეუძლია. ესე იგი შენ რა გაიგე? რატო მიკეთე? ის ხო წესიერი ქვეყნიდან არის. რა დაუშავი. ხო. აბა შენიც. დიდი მადლობა. გასწრებ რომ გასახელოთ. ეს იყო დღევანდელი ჩვენი გადაცემის სტუმრის ნაწილი, გადავდივართ მომდევნო ბლოგზე. ვოლტის რუბრიკა გვაქვს კაცებში და დღევანდელი ამ რუბრიკის სტუმრები არიან პარტნიორი კურიერი გიორგი ჩუბინიძე, გამარჯობა. გამარჯობა გიორგი. და ვოლტის საოპერაციო ხელმძღვანელი გიორგი ჯაკობია. გამარჯობა. გიორგები ყავს, სამი გიორგი არის დღეს. გიგაც ხო გიორგებში გადი. გიგო გიორგია. პირველი გიორგი. გიორგი პირველი, გიორგი მეორე. ერთი გია და გიტარები გვაკლია და მუსიკალურ გადაცემაში გავა. სახში გიას ხო არ გეძახი. გამარჯობა, როგორ ახართ? გამარჯობა. კარგად, თავად როგორ ხართ? მადლობა მოწვევისთვის. მადლობა რომ ხართ ჩვენთან. ციკლი მთელი ვოლტზე რო დააჭერ ხელს იმის მერე იქ რა ხდება და ეს არის კიდე ერთი ჩაძიება. ხო, ანუ საოპერაციო ხელმძღვანელი ხარ შენ. კი. მანაწყავის ოპერაცია. ესა ჯამისვიკ მედიცინა. საოპერაციო ვიყავით ოფისში, ჩვენს მოძრაობდი. იქ იყვნენ მხარდაჭერის თანამშრომლები. ჩვენ საოპერაციო გუნდს ცალკე ოფისი გვაქვს, სადაც ხდება პარტნიორების საყვარელი. ეს არტუზი. ესეც ჯამისვიკ არამიანცის ამბავი იყო. თქვენთან ძირითადად როგორი მომხმარებლის თან გიწევთ ურთიერთობა შარიანთან? ამაც არ უწევს. ჯერ გავიგოთ რა საკეთებს საოპერაციო. რა საკეთებს საოპერაციო? საოპერაციო გუნდი არის პასუხისმგებელი პარტნიორი კურიერებთან ურთიერთობაზე. შენი უფროსია. უფროსი არა, ჩვენ ვართ ერთმანეთი პარტნიორი, ასე ვთქვათ. პარტნიორია დღეს მე უფროსი არ მყავს. ხო, ადინოკი ვო. ახსოვს იყო, ანუ მაშინაც ეგ ვიკითხეთ და ნებისმიერ დროს შეუძლია რომ ჩართოს და ნებისმიერ დროს კი, სრულიად თავისუფალი გრაფიკი აქვს ჩვენს პარტნიორ კურიერებს. ფრილენსები არიან. მაქსიმალურად, ასე ვთქვათ, მორგებული არის ჩვენი სამუშაო გარემო მოთხოვნებზე და როცა უნდა ჩართავენ აპლიკაციას, როცა უნდა გატიშო. მე რო დავაყენო ეგ აპლიკაცია და მივდივარ სამსახურიდან და გავაყოლო ხელს რაღაცა, ეგეთი რამე შეიძლება? გააყოლოთ ხელს ეს. წაუღო ვიღაცას რა. თუ ვერ ვნახულობ დაუშვათ აი საბურთალოდან ვაკეში. კი, მთავარი არის აპლიკაცია ჩაიწეროთ, ტრანსპორტი ყავდეთ და დანარჩენი ფეხით რო წაუღო რა? ალგორითმი მუშაობს. ფეხით რო წაუღოთ, ეგეც შეგიძლია. ეხლა ნახე, აი თქვათ მე რო ჩავიწერო ეს აპლიკაცია და რაღაცის გამოძახება მინდა რა ქვია.
შენივე საკაბაბედან. აი, სხვა ეს და შენ რო წახვიდე და მოიტანო. შეიძლება რომ რამე თანხა დაიწყება. საიდან ამაში შემოუვარა? რაღაცა ფული დამერიცხა. კარგი სქემა არის, შეიძლება. ხო, მაგრამ მე ვიხდი იმპულს, მაგრამ ოკეი, და შენ მე მერიცხება. დრეს კოდი აქვს ამათ. დრეს კოდი არ აქვს. თუმცა თვითონმა კაცმა რომ მომიტანოს ამ მოლეკული რეპუტაციის. ეგეც თქო არ ქონია ჯერჯერობით. აი ხა საფხულში ძალიან თუ დაცხა შეიძლება იყოს. ო ან შეიძლება შემთხვევა იყო, მაგრამ ეს სიამო უნდა იყოს. თქვენამდე არ მოვიდა. თქვენ რაღაცა დაგილაიქათ რომ მადლობა. კარგი შეფასება მოგდა. ჩა უკმაყოფილი. ანუ მე მაინც რომ გავიგეთ რა საკეთებ. თქვენ გავიგეთ, შეგიძლიათ ტიტული მოსიაროთ და არის. ანუ შეკვეთა რომ შემოვიდა პროგრამაში დაფიქსირდა რომ მე გადაეცა იმას. მოგის კი, ჩვენი გუნდი პასუხისმგებელი არის ქალაქის ოპტიმიზაციაზე, ასე ვთქვათ, ქუჩები სწორად იყოს განაწილებული, როგორ ვახდით მიწოდებას შეკვეთის ქალაქის ოპტიმიზაციაზე delivery კუთხით, ანუ ჩვენი სფეროს. ის მართალია, მოხმარებელს რო ხედავს, რომ 6 წუთშია შენგან. კი, ეგ არის estimate რა, დაახლოებით მართლა 6-ია თუ უნდა იყოს 4-დან 9-მდე. ნიშნავს სავარაუდო. სავარაუდო დრო არის, შეიძლება იყოს ცოტა მეტია. რამდენი უნდა ვივარაუდო 6-დან? პლუს მინუს 2-3 წუთი. ანუ იმის მიხედვით არის მანამდე რა სიჩქარით მოდიოდა და როგორი საცობი. მინუს 4 2 საათი ნახევა. არა, როგორ თან უკაზე ხო ხედავს სად 2-3 არის. წუთი, კი. ანუ უკაზე ხო ხედავს სად არის და მარტივია რა ხვდები რა ხო. როგორ იცი -3 ესეთ შემთხვევა მქონდა ერთხელ რაღაცა გამოვიძახე, მოდიოდა და რაღაც მომენტში გავხედე უკან მიდიოდა. ზაერია თუ რა. კი, ეგ არის არ მოასწავლეს სწორად. შესაძლოა რამოდენიმე შეკვეთა ქონდა ამ დროს კურიერს და სხვა მომხმარებელთან დამწოდებას და მე მოდიოდა შენთან. უიხო ჯერ მოიცა იქო და დავი. ცხელები, ჯერ ცხელები მიიტანა. გააჩნია რა შეკვეთა ქონდა გაკეთებული. რამდენი ხანია რაც კურიერი ხარ? მე ვარ ვოლტი რაც საქართველოს შემოვიდა პირველი დღიდან ერთად დავიწყეთ მუშაობა. შენ გახსენი ეგ ამბავი? ჯერ ეს იყო და მე შემოვიდა. მე ჯერ ამას დახვდა ვოლტი მოვიდა რომ ბარემ აღაუდა. ეს რომელი გიორგია, იცი? ჩვენ ვაპირებდით მოწვევა სტუმრად რეკორდი რო დაამყარა. ყველაზე მეტი 24 საათი ყველაზე მეტი. 2 წლის წინ 1 თვეში. რეკორდი იყო დღე 129 შეკვეთა, კვირა 546 და თვე 2088. 2088? ის 12-ის დაგემატა. ბიჭო როგორ გაზარმაცელი? ოღონდ რაღაცა რეკორდი არ მოხსნა. ხო და რა ფანდი ქონდა, რანაირად მოახერხე. რამე არის ხრიკები მან? კი, ანუ როცა ბევრს მუშაობ, უკვე საერთოდ როცა რეკორდი, ანუ იყო ესეთი ადამიანი, ვისაც ჰქონდა რეკორდი გაკეთებული ფინეთში, ტიმურ პილოტონი და უყურებდი მაგის ვიდეოებს YouTube-ზე ქონდა რა, აქტიურად იყო YouTube-ის ტვითავდა ვიდეოებს. სისტემები უპოვე და სტილობდი რამდენი სადღაც 3-4 წელი რაღაცებს ტესტავდი ხო ხვდებით და მე უკვე რო გადავედი უკვე სულ ანუ დღეში ანუ 100 პლუს შეკვეთებზე რო გადავედი რომ ანუ აი 12-დან 12-მდე ხო ხვდებით რომ დღეღამის ერთი დღის ვადაში რომ კი მუშაობდი მე უკვე აი ფორმულები რო არის ხოლმე უკან რო იშტიო ფორმულები უკვე საერთოდ სხვა აზროვნება მიდის მან რა და პიტსტოპიც უნდა გააკეთო შევარდებ დაგისე ყველამ რო იცის საქართველოში რატო არ იყავი ჩვენ რო გეძებდით ან თუ არ იყავი რეკორდსმენი კაცი ვიღაცამ ანუ მე კი არ მეძებდი საქართველოში რო მოიძახა შაურმა და აქედან წაუღო საბურთალოს ქუჩით კაც პასუხობდა რაღაც შაურმა სხვა რეკორდზე ძალიან ხო უპასუხე თავიდან წადიყავი მაშინ რატო არ მოხვედი ეხლა ჩვენ არ ვარ მაშინ ჩემმა მეგობრებმა წამოყვანეს ამოგზაუროთ რამდენიმე დუბაი დუბაი იმან თქვა და შაურმა ევროპაში აი ჭამას ხარ შეული ერთ-ერთ დაუწერეთ რა ევროპაში მოგეწონა კი ძალიან ამოწურე გამიხარდა ხო ეხლა რა მოინტერესებს წინა სტუმარზე ვფიქრობ შენ რო გამოგიძახო ნორვეგიიდან რო ორაგული კონდა ჩასადა მეც ვიფიქრებს ხაბაბზე რო წავიდა საუბარი მეც ვიფიქრე აგერა თან შეიძლება ყველაზე მეტი რა გაქვს წაგებული ხინკალია
აი ხო რა არის გამოძახებაში სტატისტიკურად როგორც ვიცით ჩაულვა არის ყველაზე მეტი. სტატისტიკურად ყველაზე მეტად იძახებენ fries. ფრანგულ კარტოფილს იგივე, შემდეგ მოდის. ხო, მაგრამ ცალკე fries არა. ანუ ცალკე fries. ან მხოლოდ fries არა. ბევრ ამას მოყვება და ალბათ მაგის თუ არის ხო, იმიტომ რომ ჩამოგვიყევი fries, შაურმა და ბურგერი. ხინკალი არ არის. ხინკალი არის მოხმარებაში, ანუ ხინკალიც არის რა თქმა უნდა ბევრი. იქ რაც გვითხრეს არის რომ ხინკალი არის იქაც ბევრს მიირთმევენ რა მარტო გამოძახებაზე არა და რაოდენობაში თუ გადავიყვან ალბათ აჯობებს ხინკალი. ხო, ცალობით თუ გადაიყვან ხო ეხა უცნაური ფრისას თუ ყველაზე იშვიათი და ეგზოტიკური რაც აგიღია. თუთი ყურს. ხო, ან ისა გველი ან რა ვიცი. იშვიათი და ეგზოტიკური. აი რომ მოგცეს ეს არის წასაგები, ხო არ გახსნა. მარტო საჭმელი მიგაქვს ხო შენ თუ რაღაც ის არის რა ქვია. იატაკს რო წმენდნენ, ხო იცით? მასტიკა. არა, თვითონ ის რო არის, ჩასადები რო არის შიგნით და მე რომ თავის ჯოხია ყველაფერი. ჯოხი რო არის. რა. თანამედროვე პოლის ჯოხი რა, აი ვედროს ყავაკ და თავისი ყალიცი ხო? ეგ საიღეს. ეგ მიქონდა? ეს ანტენასავით ტროლეიბუსი ვიტვიდი. ეგ ანუ ეგ გამოძახება როცა მაღაზიიდან რაღაც და იყო ყოველთვის მიკვირს. ანუ სია მოგდის და ამ სიით ხდება თუ როგორ არის? ძირითადად შემოდის შეკვეთა, ეხლა წერია იქ ყველაფერი არის რო არ წერია და აი დაფარულად წერია და მარტო მაღაზია მიცის ხო ხდება ძაფთია ხო აი ისინი გახვედრებენ იქ? მარტო ესკუარიulis რო ის ახახვე მინდა ხა. არა ხო და ის როგორ იგებს? აი მივწერე დაუშვათ 1 კილო შაქარი. უნდა მივთითო რა შაქარი? თვითონ ყველაფერს რო უთითებს მომხმარებელი წერია იქ საერთოდ ყველაფერი. მე ერთადერთი უნდა ამოირჩიო პროდუქტი შაქარი. ბრენდი ხო. ჩააგდო ყავი. გავი რომ იხსნი ხო ვიგებ. ერთადერთი კოდი უნდა წამოვიღოს სწორად ობიექტიდან შეიძლება. დანარჩენი იცის ეხლა ობიექტი. ესეთი შეკითხვა მაქვს. დაუშვათ საკრებულომ გადაწყვიტე რაღაც ქუჩას გადაარქვას სახე. თქვენ უნდა შეკითხა ხმობ. ვა, ნაკეთ. აუცილებელი არა, მაგრამ კარგი იქნება. აი იმათ საოპერაციოს. შეთანხმება არ არის საჭირო, თუმცა აი ქუჩებზე გავიხსენე. იქნება ცუდი. შეიძლება არის ხოლმე შემთხვევები, როცა ეხლა მაგალითად წერეთელი გოგებაშვილი აღმაშენებელი ბევრ ქალაქში გვაქვს საქართველოში და აღმოჩნდება, რომ რეალურად მომხმარებელი იმყოფება ქუთაისში და შეკვეთა არის თბილისში განთავსებული და მე ასე ვთქვათ, მოლაპარაკებისაგან იხდება შეკვეთის მიწოდება სწორ მისამართამდე. ხე. აი ეგ რო შევიტანოთ კანონ პროექტი. თქვენ რო დაწერეთ. რომ გადავარქვათ სხვა ქალაქებში ქუჩა? თუ ერთ ქალაქში არის რაღაცა ქუჩა, სხვაგან არ არის. არა, იყოს აღარ მიწერილი კონდეს რა. ერთი ქუჩა, ერთი ქალაქი. ჩვენთვის ძალიან კომფორტულია. ყველაზე უცნაური ადამიანი ვინ დაგვხედრი, ამდენი ხანია მუშაობ. აი არ არსებობს რომ რაღაც საგიჟეთი ისტორიები არ ქონოთ. რაღაცა შეპატიჟება ახალ წლებზე ალბათ ხო? კი, ყოფილა ახალ წლებზეც, რავი, შეპატიჟებაც ყოფილა. ერთი ჯიხა დაგვიგე. კი. ვიცეკოთ არის. საჩუქრებით მარტო ვარ და ჩამომიჯექი. გამოუტანებიათ. ხო? კი, ყოფილა ეგეთ შემთხვევებიც. შენაირი სასიძოს ვეძებ. არ ყოფილა ეგეთი. რა კაი ბიჭე, შენთვის კაი გოგო მყავს. ბავშვები არ მოგინაცლავს. მაგდეჯი არ მომიტანია რა ვიცი. ბარემბოსული ხარ და კარა დაამაწევინე. არა, არც ეგეთი ხო. დღეს ორი რეკორდსმენი ყავს და ეცე. კი, თუ ყავდა მე. კი. თქვენ ხო არ გაქვთ ამერიკაში? ჯერჯერობით არის. ოპერირებაში. ვა. რამე ხო არ დაგემატათ ქვეყანა ადრე თქვენთან ვიყავით გითხეს ამდენიმე ქვეყანას ვემსახურებით. კი, მუდმივად ვიზრდებით ზოგადად 30-ზე მეტ ქვეყანაში ვართ, 1000-ზე მეტ ქალაქში და წელსაც რამოდენიმე ქვეყანა დაემატება. სტუარტი და იგივე სკუტერი ყავს თუ რამდენიმე გამოცვალე უკვე? 20? არა, 20 არა, ალბათ 15-ის პარკლებში. ესე არა, ხარ რომ დღეში აი ეს სკუტერი გადამიხურდა. სამშაბათის სკუტერი არ მითქვა. აუ ეს რესურს რას უშვება იმ სკუტერისას წარმომიდგენია ალბათ. ისინი გააქვთ ხელებს რო ყოფენ ხოლმე. ეგ ზამთარში ხო ეხლა? ხო, ზამთარში. მოდი მაგრამ შენ კაი მაღალი ხარ და რა სკუტერი ყავს რომ ბუდიში რატო უთხარ ხოლმე? რომ მოვიდნენ ეს მეგონა ყურიერ და ის მეგონა აუსტრია. სიმაღლით წასურავ, სამჯობა კაცი დიდი. აი, იმიტომ რომ ის სასკუტერო კაცი არის. ეს ენთორკას 25 ყავს.
შეგონია იცის მაგ მოპედით მარტო 125 გაიგონ ისიც არ იცის რა მაგას გძელი კუდი ხო არა. ესე იცის. ეგეთი მოპედით ყო მაქვს გაკეთებული ყველა რეკორდი. ვა. რო დარეგისტრირდე კურიერად რა არის საჭირო? რა საბუთებია საჭირო? დოკუმენტი, ანუ პირადობა ან პასპორტი, მართვის მოწმობა და მეტი არაფერი. დიაში აპლიკაცია არის მე ჩვენი მხრიდან უკვე გამართული და ტრანსპორტი უნდა გავდო. ჯანმრთელობის ცნობა? ჯანმრთელობის ცნობას არ ვითხოვთ, თუმცა თუ დაგჭირდა უფლება გვაქვს მოვითხოთ. ნუ იმიტომ რომ იდეაში ტრანსპორტი ხო ზოგი ხო ველოსიპედით არის, ველოსიპედზე რაც კი, ველოსიპედით თუ არის მართვის მოწმობას არ ვითხოვთ ამ შემთხვევაში. ფეხით ყავთ ვინმე ფეხით ძალიან ცოტა არის. ძალიან ჩქარა რო და რა ანუ რა მოღამია ფეხით არ ყავს თუ ისეთ ადგილებში მიდის ფეხით ძირითადად ახლო მანძილებში მიდის და არიან ხალხი ვინც მონდომებულია და ტრანსპორტი არ აყავს და კომპანია ალბათ ამაში ხელს უწყობს. ხუთი წლის მერე საწარმოგიდგენიათ საკუთარი თავი მაგას ფეხით ვინც არის მაგას ეკითხები? ხო და მარკეტინგში. ეგეთი ნავარჯიშები რო არა იქ მიდის უკვე ისე საზოგადოებრივი ტრანსპორტით რო იარო. მე მინახია ფეხით ვინც დადის, იყენებს აქტიურად საზოგადოებრივ ტრანსპორტს რა. როდესაც ცოტა გრძელი მანძილი არის ავტობუსში. ან სხვა ფეჭერებს რო თხოვოს, ვაგისკენ თუ მიდიხარ გამი. ყოფილა ეგეთ შემთხვევაც რომ გაგვიყოლებია მოპედიან კურიერს. ვა. ყველაზე სწრაფი ალბათ არის მოპედი? კი. მოპედი და სკროლებიც არის უკვე ისეთ სისტრაფეს. სკროლით არ შეგიძლია ხო ძალიან ჯიჩქარი აქვს, მაგრამ მე ცოტა მე საშიშებ. არი, საშიშია. ბანს გააჩნია და არა, ეგ სკროლზე ეგეთი სიჩქარე მე საშიშება თორე. სტილი. ყველაზე პრაქტიკული არის ბორბალი კიდე, მონობორბალი რო არის. ხო, ეგ დღემდე ვერ ხვდები როგორ დადიან, მაგრამ ძალიან მაგარია. აი თუ რა ახსენა რეკორდსმენი ამ ტრანსპორტით მოახდინა. მართლა? კი. ფინეთში. დატენო არ ჭირდებოდა თუ ცვლიდა. ბატარეები ქონდა სავარაუდოდ თან. იანი და თან კონსტრუქცია აქვს ისეთი, რომ კიბეებზე ადის, ჩადის და ძალიან ისეთი. კი, კაცო, დიოდი სატარებელი როგორც ჩანს, მე მაქვს ნანა მაკეინი დადიოდა მაგით. 80 წლის კაცი. ამერიკის ის რო ვიცე-პრეზიდენტი. მაკეინი და ფრინონდა კიდევაც არ ნიშნავს. აქტუალია. პილოტია, მაგა პოლკოვნიკი. არ ნიშნავს კომანდანტი. F-15 ადვილი სატარებელი. ზიხარდა იქ ის არის. ზიხარდა 70000 ღილაკია. ეს ხო იცი გადახრაგად მოხდა. აი ხა წინ წახვედი. ბიჭო მე მაგალითად ვერაფრით ვერ მოვახერხე დადგომა, არ ვიცი ხა ჩემი. რაზე? ეგეთ რაღაცაზე. ცალბორბალაზე? საცადე. მაღაზიაში. აუ ტელევიზორებში უნდა შევარდო. ორ კაცს ვეჭირე. ვიოლინოების მაღაზიაში იმკანი. მაგას ვცდილობდი და იმას აქეთ იქით ორი ბორბალი რო აქვს და რო დგახარ. მე ერთი დაიღალა და თქვა რომ შემცვალეთო. ვიღარ ვიცი. ეს რო გაიქცეს დაამტროს ყველაფერს. მცხოვეს რომ ხვალ მოდითო. და ხვალ ის აღწერა და ხუდა. შორიდან რო დავინახეს. ჩარაზე სასწორით, ჯერ სასწორზე უნდა დადო. ეს პრობლემა არა. არა, ხო არ არის. არა, შენ საწყოს აქვს დაშვება 120 კილოზე. თბილისის ყველა უბანში ხო ნაკობს? კი. ძველი სახელები იცი? ხლებნი. მალაკანების ბაზარი? უფრო ძველი პასკევიჩი. რო სამხიდი უკვე. ო, მალაკანების ხიდი კი ბატონო. მაგრამ გიორგი ისე დადის რეალურად მისამართებზე, რომ აი რო დახედავს შეკვეთას და კითხულობს მისამართს, შემოგ ტელეფონს იდებს ჯიბეში, არანაირი ნავიგაცია. ეს იცნობს უკვე თელ კალაქს და. ზაურისთან მივდივარ. ხო, ეგეთი ამბავია. ყოფილა რომ რა ადრე გაუღვიძია. მე ჯერ შეგხვედრია ერთ და იგივე. კი. ხშირად. რომელ უბანში ჯერ შეგხვედრი ერთ და იგივე ქალის სხვადასხვა მისამართს. მარტო მისამართები კი არა, ჭორებიც იცი. ვინვისთან დაძრება რაჭამე. სხვადასხვა კაცი, ეგეც ინტერესი. ეგეთ შემთხვევაში კონტაქტო მიტანა აქვს ხოლმე მითითებული უკარებთან და უტო. ოპა,
ეგეც იცის და შემდეგ შეკვეთას არიღებს დგას და ელოდება ვინ გამოვა. ძალიან დიდი მადლობა რომ იყავით ჩვენთან სტუმრად. წარმატებებს გისურვებთ. აი ხა. მიდი რეკორდებზე. ისე პრინციპში ყველაფერი დაამყარე ხო? თვე. ეს ახლა ისეა პირველია რა, სხვა რამე მოხსნას და მე იფიქრებს რა. თავისივე რეკორდს ხო არ მოხსნის ახლა. ძალიან დიდი მადლობა, მოკლედ წარმატებებს გისურვებთ. ამით დღევანდელი ჩვენი გადაცემა დასრულებულია, გემშვიდობებით ერთი კვირით ნახვამდის.